გამარჯობა, დღევანდელ ეპიზოდში გთავაზობთ თემას შავი ზღვის უსაფრთხოება და აი ამ საკითხებზე სასაუბროთ ვთხოვეთ ბატონ გუჯა ხოკრიშვილს, რომ გამოეყო დრო, რისთვისაც მას განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ. ბატონი გუჯა შესახებ თქვენ ისედაც ბევრი რამ იცით, მაგრამ მე მინდა რომ აი ამჟამინდელი პოზიციით წარგიდგინოთ. ეს არის დემოკრატიის, გეოპოლიტიკის და მედეგობის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა გუჯა თქვენი დროისთვის და მოდით დავიწყოთ საუბარი იმ თემაზე, რომელიც ყველასთვის მთელ ევროპაში ძალიან აქტუალურია. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება და ცხადია, ჩვენთვისაც საქართველოში მყოფებისთვისაც აქტუალურია. ან მინიმუმ როგორც წესი აქტუალური უნდა იყოს. სამწუხაროდ ბევრი სხვა საკითხით ხდება ამ თემის გადაფარვა ხოლმე და როგორც ჩანს სათანადო ყურადღება და დროც არ ეთმობა აი ამ ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორც არის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და იქ საქართველოს როლი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ნატოს პოლიტიკა ამ მიმართულებით, ვიცით, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა რაღაცა თავისი დედაქალაქებში, ევროპის დედაქალაქებში ამაზე საუბრობენ. მოდით მივყვეთ გლობალურად ჯერ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბალტიის ზღვის შემდეგ შავი ზღვა არის ძალიან აქტუალური თემა დასავლეთისთვის და გამოვკვეთოთ ეს მიმართულებები, რომ შემდეგ უკვე დეტალებში ჩავიდეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიახ, ძალიან შეიცვალა გეოპოლიტიკური მოცემულობა რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში და მოკლე ისტორია რომ გადავხედოთ ბოლო წლების, ხომ? სამწუხაროდ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ და არც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ სათანადო ყურადღება არ დაეთმო დასავლეთის მხრიდან შავ ზღვას და შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპული უსაფრთხოების. და ეს მოცემულობა იცვლება 2022 წელს, როდესაც განხორციელდა აგრესია უკრაინის მიმართ. ამას დაემატა ასევე ჩვენ ნახეთ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეფარხებამ გლობალური პრობლემები გააჩინა. ამას მოყვა ასევე რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ევროპის მიმართ. ამას მოყვა ასევე რაც ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რუსეთის დივერსიული აქტები თქვენ აღნიშნეთ ბალტიის ზღვაში, სადაც ეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ხდებოდა თავდასხმა, ეს წყლისქვეშა კაბელი და ასე შემდეგ და ამის შემდეგ დავინახეთ უკვე ეს დინამიკა, როდესაც დაიწყო ევროპამად და ნატომად შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბარი, ხომ? პირველი ეს იყო, როდესაც ნატოს კომუნიკეში გაჩნდა უკვე ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსისთვის, ალიანსის სტრატეგიისთვის მნიშვნელობა მიენიჭა და დაიგეგმა შესაბამისი ქმედებები და ამას მოყვა მე უკვე რომ ევროკავშირმა ჩამოაყალიბა შავი ზღვის სტრატეგია, რაც გულისხმობდა, რომ პირველ რიგში უსაფრთხოების ცენტრი შეიქმნას შავ ზღვაზე, რომელიც მონიტორინგს გაუკეთებს, როგორც წყლის ქვეშ ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე ეს კიბერ უსაფრთხოების კომპონენტი და ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთდა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილზე. ხო, მაგ ვიცით, რომ შავი ზღვის პირეთი ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ესენი არიან ნატოს წევრი ქვეყნები. აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც საქართველო მოიაზრება როგორც შავი ზღვის პირეთის ქვეყანა, ამ ნაწილში ნაკლებად ჩვენი გადმოსახედიდან, ანუ ჩვენი ეროვნული გადმოსახედიდან ნაკლები ჩართულობა და ყურადღება დაეთმო იმ კუთხით, რომ იქ იყო საუბარი, რომ შავ ზღვას მნიშვნელობა აქვს ასევე ამ შუა კორიდორის
კუთხით, სამხრეთ კავკასია და ცენტრალურ აზიასთან როგორც ესეთი დამაკავშირებელი, მაგრამ ის რომ ვთქვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შესულიყო ამ სტრატეგიაში, გულისხმობა ქართულ პორტებს, ან თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს საქართველოსთვის როგორც შეიძლება იყოს მაგალითად შავი ზღვის ეს კაბელი, მაღალი ძაბვის კაბელი და ასევე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს თქვათ შავი ზღვის რეგიონს ცენტრალურ აზიასთან და ანუ ითვლება სტრატეგიულ პროექტებად. აქ ჩვენ დავინახეთ, რომ აი ამის პარალელურად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის პასუხი რა იყო, ხომ? ამას მოყვა ის, რომ თურქეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა წარმოადგინეს თავისი ქვეყნის, ანუ ეროვნული შავი ზღვის სტრატეგიები. ჩვენ შემთხვევაში ფაქტიურად ვერაფერი ვერ ვნახეთ, ხომ? ის კი არა დღეს ანუ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც არ გვაქვს შავი ზღვის მიმართებით, ხომ? მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და აი ეს მომენტუმი რომ გამოეყენებინა ქვეყანას და ეთქვა რომ საქართველო არის შავი ზღვისპირეთის ქვეყანა და თან ამს აღმოსავლეთი ნაწილზე რაღაცნაირი პრეტენზია გაგვეცხადებინა და ამ პოლიტიკურ ფორმატებში რაც შეიძლება ხმამაღლა წარმოდგენილი ყოფილიყავით ამ პარტნიორებთან უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო რომ თუნდაც ევროკავშირის ეს სტრატეგია რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება არ იყოს დამაკმაყოფილებელი იმიტომ რომ ჩვენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არ ფარავს და თქვათ შედის იქ ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთის სანაპიროზე ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის მაგალითად ეს უსაფრთხოების ცენტრი სად შეიქმნება, ანუ ეს ჯერ კიდევ ეს დისკუსიის საგანია, ხო? აი ამაში რომ ჩვენ ჩართულიყავით და ჩვენი სახელმწიფო ეროვნული შავი ზღვის სტრატეგიით, სადაც ქვეყნის ეს თავარი ისინი დაფიქსირდებოდა, ხო? ანუ სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანები და ასევე იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ რაც შეიძლება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებს მეტი გაეკეთებინა, თუნდაც ფინანსური დახმარება და ჩვენ ნახეთ, რომ ბევრი პრაქტიკული ინსტრუმენტი არსებობს ამისთვის, ხო? ეს იყო მოლდოვეთის მაგალითზე და თუნდაც იგივე ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითზე, როდესაც თქვათ ევროკავშირმა შესაბამისი თანხები და დახმარება გამოყო, რომ გაუმკლავდნენ ამ ჰიბრიდული საფრთხეების და გამოწვევებისთვის შეიქმნა შესაბამისი ცენტრი, რომელიც ამას დაეხმარება. ანუ მოკლედ რომ თქვათ, იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანიც გახდა შავი ზღვის უსაფრთხოება და შავი ზღვა როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარი ნაწილი, ამ ნაწილში საქართველო მთლიანად გაქრა, როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყანა და როგორც მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შემტანი. აი ეს არის ჩემი მოკლე ესეთი შეფასება. აუცილებლად დაუბრუნდებით საქართველოს ცხადია, იმიტომ რომ ყველაფერი საქართველოს უკავშირდება, ანუ ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას და ნატო სტრატეგიაშიც და ევროკავშირის ახალ პოლიტიკაშიც რამდენიმე მიმართულება არის. და მე მინდა რომ გთხოვოთ, რომ ჯერ ამ მიმართულებებზე რაღაცა მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, კიდე მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულად არ არის ეს ყველაფერი მაინც დაწმენდილი, ხო? ანუ ეს არის აღმოსავლეთ ფლანგის, ბალტიის და შავი ზღვის რაღაც ერთიან თავდაცვით სივრცით აღქმის საკითხი, მუდმივი საზღვაო და საჰაერო მონიტორინგი, მაგალითად რუმინეთის და ბულგარეთის სამხედრო შესაძლებლობების სწრაფი განვითარება, ცხადია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების აღდგენა და ალბათ დადგება საკითხი, საერთოდ რუსეთს უნდა ყავდეს თუ არა შავ ზღვაზე თავისი ფლოტი, როგორც ადრე იყო ყირიმის ომის შედეგად, ხო, რაც იყო დარჩენილი და ვინ იქნება ეს ძირითადი ჰაბი, ეს რუმინეთი იქნება თქვენი აზრით ძირითადი ჰაბი შავ ზღვაზე, ნატოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც და აი რა დატვირთვა ექნება ამ ყველაფერს. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მართალ ბრძანებთ აბსოლუტურად საქართველოში არ საუბრობენ მხოლოდ. უკრაინას აქვს თავისი გეგმები, მათ შორის ყველანაირ სცენართან მიმართებით, მაგრამ არ ვითარებენ მაგალითად გეგმას რა იქნება გამარჯვების შემდეგ. კი, დაგეთანხმებით, უბრალოდ აქ თავარი ხო მაინც ის არის, რომ ყველა აი თქვენ რა ჩამოთვალეთ ამ მნიშვნელოვან
გეოპოლიტიკურ ცვლილებაში და ამ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში შავ ზღვაზე, ხო, მას ალიანსის მხრიდან იქნება თუ ევროკავშირის მხრიდან, აი ამ მთელ დისკუსიაში ჩვენ საერთოდ წარმოდგენილი არ ვართ. ანუ ჩვენი რა, ანუ ოცნების ამ პოლიტიკის გაცხადებული პოლიტიკით, რომ ჩვენ არ უნდა გამოვჩდეთ და ანუ ჩუმად რომ ვიყოთ, ანუ მთლიანად აი ამ ფორმატებში არ მონაწილეობთ. მარტივი მაგალითი რომ დაგისახელოთ, ხო? ალიანსი ახსენეთ თქვენ და ალიანსის თქვა შავი ზღვის მიმართ გარკვეული სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, ხომ? აი ვაშინგტონის სამიტის შემდეგ უკვე იქ სადაც ჩანაწერი როგორც შავი ზღვისპირეთი ქვეყანა საქართველო ნატოს ალიანსის კომუნიკეში საქართველო აღარ მონაწილეობს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეას თუ აიღებთ ხო ბოლო ანგარიში შავ ზღვასთან მიმართებაში ჩანაწერი არის რომ ფაქტიურად საქართველო გახდა რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი, რომელიც დესტრუქციას ცდილობს რომ გააკეთოს ან როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე ალიანსის უსაფრთხოებისთვის გარკვეული რაღაცა. რუსეთი ცდილობს საქართველოს მეშვეობით რომ პრობლემების შექმნას. მაგრამ თავარი რაც არის, ახლა თქვენ უკრაინა ახსენეთ და ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა, ხომ? დავიწყოთ იქიდან რომ ოჩამჩირეში, ხომ? ანუ როდესაც წარმატებულად უკრაინამ განახორციელა ის რომ ფაქტობრივად რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის 1/3 გაანადგურა და იძულებული გახადა რომ სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან ეს სამხედრო ფლოტი ფაქტიურად გადაემალა, ხო? და ჩვენ დავინახეთ შემდეგ უკვე დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ოჩამჩირის დათმობა, ანუ მუდმივი რუსული ბაზებისთვის და ასევე პირველი დაფიქსირდა, რომ თუ მანამდე სანაპირო დაცვის კატარღები თუ ნავები თვის იყენებდნენ ამ ოჩამჩირის პორტს, უკვე რაღაც ბუქსირებული სამხედრო ხომალდი შევიდა, ხომ? ანუ პირველი შეფასება ამასთან დაკავშირებით სატელიტური ფოტოებით, იქ რაღაც დამატებითი ნაგებობის მშენებლობა, ამ ყველაფერს ჩვენ ვიგებთ დასავლური საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან. ანუ საქართველოს იმდენად ჩამოშლილი აქვს ეს უსაფრთხოების ინსტიტუციური მოწყობა, რომ ჩვენ საერთოდ ინფორმაცია არ გვაქვს, ანუ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც ესეთი ცვლილებები მიმდინარეობს, ხომ? ანუ ოჩამჩირე დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ 35 კილომეტრია დაშორებული, თქვათ, იმ სტრატეგიული გამოცხადებული რაც არის ანაკლის პორტიდან და საუბარი რო არის რომ ახლა გეოგრაფია და ასე შემდეგ და ეს შავი ზღვის კაბელი და ოპტიკურ ბოჭკოვანი ეს ციფრული დაკავშირებადობა, ხომ? ჩვენ ვიცით რამდენად მოწყვლადია, ხო? ამიტომ ოჩამჩირეში ახლა არსებობს, ანუ თუ დასავლურ ექსპერტების შეფასებას დავაყნობით, ტექნიკური პრობლემები არსებობს, ანუ არ შეიძლება ერთ დღეში ეს სამხედრო ბაზად ვერ გარდაიქმნება, იმიტომ წყლის დაღრმავება და ასევე დამატებითი ნაგებობებია, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიცით, ანუ ამ პროცესს მაგალითად როგორ გამოიყენებს რუსეთი. ანუ ერთი არის რომ ეს შეიძლება რაღაც ესე თავდაცვითი პორტის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ ამან შეიძლება შეასრულოს ასევე ძალის პროექცირების ფუნქცია, სადაც რუსეთი დაიკავებს აღმოსავლეთ სანაპიროს. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტის გაშვება ნატოს ანკარის სამიტის დროს, ხო? ანუ ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომ რამდენად ფარისევლურია ეს განცხადებები, რომ ოცნების რომ მშვიდობა და ომში, ანუ ფაქტიურად ეს არის ანუ ლოგიკური დასაბუთება იმის, რომ დღეს ანუ რუსეთი ფიზიკურად რომ აგრესიას არ ახორციელებს საქართველოზე, ეს არც ოცნების და არც ცალკეული კონკრეტულად ივანიშვილის დამსახურება არ არის, ხომ? აქ თავარი არის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და ანუ ფასი, რაც უნდა გადაიხადოს აგრესორმა, ხო? აი ამ პოლიტიკით, აი ამ რაღაც ფარისევლური მშვიდობის პოლიტიკით, ფაქტიურად რუსეთისთვის ოკუპაციის ფასი ნულის ფასი გახდა.
ხვდებით ხომ? ანუ აი ეს მიმდინარე პროცესები, რაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს და ეს ოჩამჩირის პორტთან და თვითონ ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში მიმდინარეობს, ანუ რუსეთისთვის ოკუპაციის ფასი ფაქტურად ნულის ტოლფასი გახდა და რისკები, ანუ ამ რისკების შეფასება ინსტიტუციურ დონეზე ქვეყანაში არ ხდება, არც დასავლურ პარტნიორებთან ამაზე ურთიერთობა, ხომ, რომ შეიძლება ოჩამჩირე სამუდამოდ რუსული ძალის პროექცირებისთვის იქნას გამოყენებული აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხო? და ასევე საფრთხის ქვეშ დადგეს ის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც თქვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ ნახეთ, აი თქვენ ახსენეთ ბალტიის ზღვა, ხო? ბალტიის ზღვაზე ნახეთ ჩვენ, რომელიც რუსეთის სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული ეს დივერსიული აქტები იქაურ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ასევე ალიანსის წევრების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჰაერო დარღვევამ დრონების თავდასხმით და ასე შემდეგ, ხომ? აი ამ მიმდინარე პროცესებში, ხომ, აი ამ რაღაც ესეთი შეფარული მშვიდობის პოლიტიკით ფაქტიურად სრულად მოწყვლადი გახდა ქვეყანა. და ასევე ეს ოკუპაციის ფასი არის კიდევ ერთხელ ვიძახი ფაქტურად ნულის ტოლფასი, ხომ? აი ეს მიმდინარე პროცესი, რაც ინტეგრაციას ეძახიან, მანამდე აფხაზეთში დაიწყო 2020 წელს, ხომ? ამ ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც ეს ეკონომიკური, ფინანსური კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხდება და ფაქტურად რუსეთის ფედერაციაში ეს ადმინისტრაციული ინტეგრირება, ხომ? რომ რუსეთს ნებისმიერ დროს როცა დაჭირდება, იქ მაღალი რანგის ჩინოვნიკები შეუძლიათ რუსეთის საჯარო მომხრეები დანიშნონ. ანუ ეს პროცესი შეყო და აფხაზეთში სახეზე არის ყველაფერი უკვე და ამას ვხედავთ. ან ჩემი კითხვა არის მდგომარეობს იმაში, რომ რა იქნება ხვალ, ანუ როგორი არის პულსაცია ამ მიმართულებასთან დაკავშირებით დასავლეთში, დასავლეთის დედაქალაქებში, როგორ ხედავენ ისინი მაგალითად ხვალინდელ დღეს, ანუ ის რაც ბალტიაში მოხდა, პროექცირდება, გადმოითარგმნება, გადმოვა თუ არა პირდაპირ შავ ზღვაზე. იქნება თუ არა ყირიმის დეოკუპაციის შემდეგ აბსოლუტურად ის მოცემულობა, როდესაც რუსეთს აღარ ექნება თავისი სიტყვის თქმის უფლება შავ ზღვაზე. აი ეს უფრო საინტერესოა, თორე ის რეალობა რა რეალობაშიც ვიმყოფებით ჩვენ საქართველოში, ტრაგიკულზე უარესია, ხო? ანუ აბსოლუტურად შავი ფერია და აბსოლუტურად საშინელებაა. ეს ყველაზე რბილი შეფასებები რო ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით აქ საქართველოში, როდესაც არანაირ პოლიტიკაზე საუბარი არ არის და ყველაფერი სულ სხვა თემებით იფარება, ხო? რა მოლოდინი არის, რა გეგმები არის დასავლეთში შავ ზღვასთან მიმართებით? რა პერსპექტივებს ხედავენ ისინი და როგორ უკავშირდება ან რამდენად ახორციელებენ გარკვეულ კომუნიკაციას იგივე ანკარასთან, რომელსაც ძალიან დიდი გასაღები უკავია ხელში შავი ზღვის. ეს პროცესი მიმდინარეობს, ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნახეთ, რომ გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგიული რაღაც ხედვა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის შავ ზღვასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა და იქ შეიძლება რამოდენიმე კრიტიკული კომპონენტი იყოს, კრიტიკული რა, ანუ ჩვენი გადმოსახედიდან, რომ მნიშვნელოვანი თქვა ფინანსური ან სამოქმედო გეგმა არ მოყვა ამ სტრატეგიულ ხედვას. ანუ ეს ესეთი ვთქვათ, მაგრამ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, თუნდაც ეს შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი სად უნდა განთავსდეს, უკრაინის როლი არის ფაქტიურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, ამიტომ არის რომ ევროკავშირმა დაიწყო უკვე თავისი თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში უკრაინასთან პრაქტიკული თანამშრომლობა, ფაქტიურად უკრაინა გახდება ფლაგმანი ამ ევროპული უსაფრთხოების ნაწილის ანუ ბოდიშ ჩაგეჭრებით კიდევ, ანუ ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ეყოლება თავისი სამხედრო საზღვაო ფლოტი შავ ზღვაზე. დარწმუნებულად დიდი იმედი გვაქვს და ანუ ყველა აი ეხლა რაც არსებობს თქვათ ესეთი მარკერი, რითაც შეიძლება ამის ესეთ თუ მიმართულების შეფასება, ყველაფერი მიდის იქიდან, იმიტომ იმდენად წარმატებული იყო უკრაინული ოპერაციები შავ ზღვაზე, რომ ფაქტიურად კიდევ ერთხელ ვიძახო, ანუ 1/13
რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი დღეის მონაცემებით განადგურებული არის და დანარჩენი ფაქტიურად გამოუყენებელი დატოვა სევასტოპოლის და ნოვოროსიისკის პორტები, ხომ? და ამ ტექნოლოგიურად, ანუ ომის თვითონ წარმოების პროცესი და სტრატეგია იცვლება, იმდენად იცვლება, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატები გადადის უკრაინასთან ისეთ სამხედრო თანამშრომლობაზე და აღიარებენ, რომ ბევრი მიმართულებით, ხომ, აი ამ მიმდინარე ომის ფონზე ამ ტექნოლოგიურად უკრაინას წამყვანი პოზიციები აქვს, ხომ, ეს დრონის ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ არის ახლა რომ ევროკავშირმა დააჩქარა პროცესი, ხომ? ანუ ერთი არის ეს გაწევრიანების პროცესი, ევროკავშირში და ვიცით რომ ამ გაწევრიანების პროცესი დროში გაწელილი ის არის პროცედურაა და ამიტომ წავიდა ახლა საუბარი იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული რაღაც საფეხურეობრივი გაწევრიანება, რასაც მაგალითად უკრაინას და მოლდოვას და რაც წესით ჩვენც უნდა ვიყოთ შეთავაზება არის, რომ შეიძლება სრულფასოვანი წევრი ვერ გახდე, მაგრამ უკვე კარები გაიხსნას ამ ერთიანი ევროპული თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, სადაც ერთიანი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის შექმნა, შესაბამის დაფინანსებაზე წვდომა, ერთიანი ევროპულ-უკრაინული საწარმოების და გახსნა და ასე შემდეგ, ხომ? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის უკრაინაც, ევროკავშირიც ამ მიმართულებით ნაბიჯებს თქავს და თურქეთთან რო დაუბრუნდეთ, ხო? დიახ, აი მან ცალკე გამოვყოთ დამოკიდებულება, ანუ ჩვენ ნახეთ უკვე რომ ანუ ფაქტიურად თურქეთი, საფრანგეთი ორივე ნატოს წევრი ქვეყანაა, ხო? სულ ცოტა ხნის წინ თურქეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა, ანუ თანამშრომლობის ხელშეკრულება ამ თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი არის, იმიტომ მანამდე ვიცით რომ რაღაც გარკვეული უთანხმოებები არსებობდა, რისთვისაც მაგალითად თურქეთს შეზღუდული ჰქონდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ასეულობით მილიონ შეღავათიან სესხებზე და ანუ ფინანსურ რესურსებზე. ანუ ეს ყველაფერი მოიხსნა, ანუ ხედავთ რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო თურქეთთან გაფართოების ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობა, რომ თურქეთს უფრო მეტი წვდომა ჰქონდეს, თქვათ, პოლიტიკური თუ არა ეკონომიური ინტეგრაციის და რაც თავარია მნიშვნელოვანი ნაწილი არის თურქეთი ალიანსის, ხო, ანუ ფაქტურად ალიანსში კონვენციურ ჯარებს რაც შეეხება მეორე არის სიდიდით. და ანუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ეს ნატოს 3.0 შეთანხმება ხდება, მაგალითად ეს F-35-ების შეძენის შესახებ და ანუ ეს თურქეთის სტრატეგიულ შემოbrunებას ხედავთ, ხომ? ეს რაღაც რუსეთთან ურთიერთობის ნაწილშიც თურქეთი უფრო მეტად გვევლინება, ანუ ევროკავშირთანაც და ალიანსთანაც უფრო მეტად გამოკვეთილი პარტნიორი, ხომ? და ეს ყველაფერი ცვლის ამ მოცემულობას, რაც დადებითად შეგვიძლია გამოვიყენოთ და სამწუხაროდ აი ამ დიდ სურათში და ამ დიდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფორმატებში და სტრატეგიულ ფორმატებში ჩვენი აქტიურობა სრულად არ ჩანს. ბატონო, როგორ ფიქრობთ, ისევ თურქეთს რო დაუბრუნდეთ, ანუ ევროკავშირთან მიმართებით ექნება თუ არა კიდევ უფრო როგორ თქვა, ჭიდრო ნაბიჯები ევროკავშირისკენ გადადგმული, კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები და აი ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი ომობს უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აბსოლუტურად არაპროვოცირებულად და სისხლის მდინარეებს აყენებს იქ, უნდა ველოდოთ თუ არა, ან არის თუ არა გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ თურქეთი გახდება ევროკავშირის წევრიც. დავიწყოთ იქიდან, რომ ანუ ევროკავშირი ხომ ეს რაღაც პრინციპებზე, ნორმებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული გაერთიანებაა.
ამიტომ ეს ბოლო თუნდაც ახლა რომ გადაიხედა ამ გაფართოების ინსტრუმენტი და რომელსაც დაერქვა გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ანუ ეს მნიშვნელობა მიენიჭა ამ გაფართოების ინსტრუმენტს. ანუ მანამდე ვნახეთ, რომ ეს რაღაც გარკვეული შეფერხება იყო დასავლეთის ბალკანეთის და საერთოდ საუბარი არ იყო ევროკავშირის გაფართოებაზე, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ცვლილება იყო, თქვა, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, ხომ, როდესაც ჩვენც მას შორის როგორც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, რომელიც თურქეთს რამოდენიმე წლები აქვს. ეს შემოbrunება არის, ანუ როგორც გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი გაფართოების, მაგრამ წევრობისთვის თურქეთს ისევე მოუწევს იმ პრინციპების და სტანდარტების ინტეგრირება, რაც ყველა კანდიდატის ქვეყნისთვის არის განსაზღვრული, მათ შორის ჩვენთვის, ხომ ის სულ 9 რეკომენდაცია რომ ავიღოთ. აქედან გამომდინარე, ამიტომ პრაგმატულ პოლიტიკაზე გადადის ევროკავშირი და ეს პრაგმატული პოლიტიკა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დეფიციტები არსებობს თურქეთის შიდა პოლიტიკურ და მმართველობით და დემოკრატიის სტანდარტთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ აი ზუსტად ეს ახალი მიდგომა და ეს გერმანულ-ფრანგული ერთობლივი შეთავაზება არის საფეხურებრივი ინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად თურქეთთან შეიძლება ანუ ერთიან ბაზრის ინტეგრაციის კუთხით გადაიდგას წინ ნაბიჯები, მაგრამ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე, როცა არის საუბარი და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს თვითონ თურქეთის გადასაწყვეტია. თურქეთის და თურქი ხალხის მისაღები გადაწყვეტილებაა, რომ ისინი თქვათ აი ამ შესაბამისად პოლიტიკური მართლობის სისტემას მიუსადაგებენ ევროპულს, ხომ? მანამდე, რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება ევროკავშირის მიმართ არის, მაგრამ ასევე გაგრძელდება თურქეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, როგორც ალიანსის წევრი, მაგრამ ევროკავშირისთვის ასევე მნიშვნელოვანია თურქეთი, როგორც ვთქვათ, ეს შუა კორიდორის ენერგოუსაფრთხოების ვაჭრობის ცენტრალურ აზიასთან წევრი ქვეყანა. ამ მიმართულებით ეს პრაქტიკული თანამშრომლობა თურქეთთან გაგრძელდება, მაგრამ პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე თურქეთისთვის დამოკიდებული იქნება იმ რეფორმებზე, რა რეფორმების გატარებაც მოეთხოვება ყველას. ანუ იგივე არის, რაც აი გვესმის ხოლმე ხო, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით შეგვიძლია რაღაცა ევროკავშირთან ვივაჭროთ და იმდენად მნიშვნელოვანია ეს გეოგრაფიული მდებარეობა, რომ რაღაცა ანუ გარიგებაზე დაფუძნებული თეორიაზე გადავიდეთ. ეს ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ ეს თვითონ ევროკავშირისთვის დამანგრეველია, იმიტომ ევროკავშირის თვითონ სანდობას ანგრევს. ამიტომ მათ ევროკავშირისთვის ეს მის ინტერესში შედის, რომ აი ეს ბაზისი, რის ბაზისზე ვთქვათ ეს გაერთიანება შეიქმნა, რომ ეს სტანდარტები და პრინციპები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, პრაგმატული ურთიერთობა გაგრძელდება თურქეთთან, შეთავაზება დარჩება, თუნდაც საფეხურებრივი ინტეგრაციის, რომ თურქეთმა უფრო მეტი ინტეგრირებული რო იყოს ამ ერთიან ევროპულ ბაზარში, გარკვეული იქაც რეფორმების დღის წესრიგი უნდა წარმოადგინოს და პოლიტიკური ინტეგრაცია უკვე დამოკიდებული იქნება საბოლოო ჯამში, რამდენად თურქეთი შესაბამის რეფორმებს განახორციელებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის და ასე შემდეგ, რაც ეს მთლიანი პაკეტი არის ყველა წევრი ქვეყნისთვის. ბანოგუჯა, უნდა გკითხოთ რუმინეთის განსაკუთრებულ როლზეც, იმიტომ რომ ბევრი აქცენტი კეთდება რუმინეთზე, მის შესაძლებლობებზე შავ ზღვაზე და განსაკუთრებით ამ ნატოს ახალ ბაზაზე, რომელიც საკმაოდ დიდი ბაზა არის, მიხაილ კოგალნიჩიანუს ბაზაზე არის აქ საუბარი, ძალიან დიდი ინვესტიციით, ხო, და ახლობებით 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტი, თუ ევროს ექვივალენტი ჩაიდო უკვე. ამ პროექტში რა როლი ექნება რუმინეთს შავ ზღვაზე, აი მით უმეტეს ანკარას აი ამ რაღაცა შიდა მანევრების ფონზე.
რუმინეთის როლი მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუმინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ეს თანამშრომლობა, როგორც თვითონ ალიანსის ფარგლებში, ასევე ორმხრივი სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის კომპონენტი. ასევე, ну, შავი ზღვის, როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყანა თავისი პორტებით ამ შავი ზღვის დასავლეთის ნაწილში მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუნდაც ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გავიდეს, ეს კაბელის პროექტი, ხომ, იქ ხომ მეორე მხარეს ესეთი სტრატეგიული ქვეყანა, ანუ კონსტანცას პორტი მოიაზრება. ამ დაკავშირებადობის ნაწილში ასევე ის ლაპარაკი არის ამ ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელზე და ეს არის რაღაც ციფრული აბრეშუმის გზის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი, რომელიც რუმინეთს აკავშირებს ცენტრალურ აზიასთან ამ სამხრეთ კავკასიის გავლით. ანუ ყველა მიმართულებით იქნება ეს სამხედრო თანამშრომლობა და შავი ზღვის უსაფრთხოება და ეს სამხედრო ბაზა, რომელიც დაასახელეთ და სადაც ალიანსის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის განთავისუფლებული, მნიშვნელოვანი როლი აქვს. ასევე ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდში ამერიკა რუმინეთს შორის აი სამხედრო განახლებული სამხედრო თანამშრომლობის დიალოგი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე აი გეოეკონომიკურად რო წარმოვიდგინოთ, რუმინეთი თავისი ამ კონსტანცის პორტით და ჩართულობით ამ თუნდაც შუა დერეფანში, რაც ევროკავშირისთვის ფაქტიურად შავი ზღვის სტრატეგია უყურებს ესე რომ შავი ზღვა სამხრეთ კავკასიის გავლით დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან, ხომ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და რუმინეთს მით უმეტეს შესწევს ასევე ძალა და არის ზუსტად ის მოიაზრება იმათ, რომ ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაც უზრუნველყოს. და აი ბოლო პერიოდში სულ რამოდენიმე თვის წინ დაანონსდა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთი იწყებს უკვე მის აკვატორიაში ეგრეთ წოდებული გაზის მოპოვების ოფშორული კუნძულის მშენებლობა. ნუ ფაქტიურად უნდა დასრულდეს 2029 წელს უკრაინა მეთქი რუმინეთი ხდება უკვე თვითონ გაზის მომპოვებელი ქვეყანა, რომელიც რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის თვითონ ენერგოუსაფრთხოებისთვის და დივერსიფიკაციისთვის. ამიტომ აქედან გამომდინარე მისი როლი მნიშვნელოვანია და ჩვენც ანუ მნიშვნელოვანი იყო, ანუ ჩვენ რომ გეოგრაფიულად ეს რაღაც ის ქონდა ნაკლი, რომ არ ვიყავით თქვათ სახმელეთო ევროკავშირის რო წარმოვიდგინოთ როგორც თვითონ სახმელეთო გეოგრაფიის ნაწილი, ხომ? მაგრამ შავ ზღვაზე ანუ ჩვენი დაკავშირებადობა თუნდაც სავაჭრო ევროკავშირში მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, ანუ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პორტების დაკავშირება კონსტანცასთან და რუმინეთთან, რომ რეგულარული მიმოსვლა ყოფილიყო, რაც მაგალითად ბიზნესისთვის ხარჯს შეამცირებდა. ამიტომ ანუ ჩვენთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია რუმინეთთან აი ამ თანამშრომლობის ფორმატების გაღრმავებას. საბოლოო ჯამში ხო, ანუ კონსტანცა მუდმივად იყო დღის წესრიგში, ქართული პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, კარგა ხანია იყო, ну, თუნდაც სამწუხაროდ ეხა ყველაფერი დავიწყებას მიეცა და რაც თავარია 100 კილომეტრზე ნაკლები მანძილი არის თვითონ უკრაინის საზღვართან და ძალიან ახლოს არის დუნაის დელტასთან თვითონ ეს ავიაბაზა, რომელსაც და ამიტომ არის გაწყვეტინებ და ამიტომ არის ეს აქტუალურად და მომატებული არის, თქვათ, ესეთი რუსეთის მხრიდან პროვოკაციები მიმართული რუმინეთის მხრიდან, ხომ? აი დღეს დილითაც გავრცელდა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთხელ
დაარღვია რუმინეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა. და ეს პროვოკაცია, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა რუსეთის მიმართ, რუსეთის მხრიდან გაძლიერებულია. რა თქმა უნდა, ეს ალიანსის შიგნით მიმდინარეობს ეს დისკუსია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს და ალიანსმა უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს თავდაცვის უნარიანობაზე და ეს ალიანსის ფარგლებში მეტი თანამშრომლობა იყოს რუმინეთთან, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება ასეთ პროვოკაციებზე. საბოლოო ჯამში ალბათ ეს ცვლილებაც იქნება დიდი ალბათობით ყველაზე მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული შედეგი ალბათ უკრაინის ომის შემდეგ, მათ შორის რუსეთის სამხედრო დაგეგმაშიც სწორედ ამიტომ ფიგურირებს ეს ბაზა, როგორც ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი. და კიდე ერთი კითხვა მინდა რომ ეს თემა უფრო გავშალოთ, რა არის თუ არა საუბარი იმაზე, როგორი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინის სასარგებლოდ? რთული კითხვა არის, რადგანაც ძალიან რამოდენიმე სცენარი არსებობს, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ რას გულისხმობთ ომის დასრულებაში. საუბარი არის ცეცხლის შეწყვეტაზე თუ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. და ორივე შემთხვევაში სხვადასხვა შედეგი და ის შეიძლება კონდეს გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ხომ? თუ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი, ისტორიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, კორეაში, კორეის ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი, ხო? ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ სამხრეთ კორეა მთლიანად ინტეგრირებული მოხდა ამ დასავლურ სივრცეში, როგორც უსაფრთხოების ეკონომიკური განვითარების სივრცეში და შედარებისთვის ხედავთ ჩრდილოეთ კორეას, თქვათ იმაში მოიაზრება ალიანსში, ხომ? უკრაინის დღევანდელი შეფასებები რაც არის ის, რომ ინიციატივა რუსეთს აღარ აქვს. ჩვენ ნახეთ, რომ საზღვაო ფლოტის შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ მაინც წარმატებული იყო ამ დრონების, სენსორების შორსმანძილზე მოქმედი მფრინავი საშუალებების მეშვეობით და ასე შემდეგ. ხო, როგორი წარმატებული ოპერაცია განახორციელა უკრაინამ როგორც რუსეთის შიგნით დარტყმებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, ასევე შავ ზღვაზე. ხო, აქედან გამომდინარე, ის სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთს ნოვოროსიისკის პორტი დარჩება და საუბარია იმაზე, რომ ყირიმზე კონტროლი როგორ დამყარდება, დაუბრუნდება უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოწერის შემდეგ პირდაპირ, სრული კონტროლი ყირიმზე და შესაბამისად სევასტოპოლის პორტზე, თუ როგორი იქნება. ამიტომ ძალიან რთულია. ფაქტი ის არის, რომ შავ ზღვაზე დამავიწყდა, მე უბრალოდ ხაზი გამესვა, რომ თურქეთი როგორც ალიანსის წევრი ფაქტიურად მას კოლექტიური, ეროვნული ინსტრუმენტი აქვს ამ მონტროს ხელშეკრულება, რითიც ფაქტიურად შეუძლია, რომ შავ ზღვაზე ამ სამხედრო გემების გადაადგილების კონტროლი დააწესოს, ხომ? ეს არ არის კოლექტიური ინსტრუმენტი, ეს არის თურქეთისთვის ინდივიდუალური ინსტრუმენტი, რომლითაც ის ვთქვათ, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში როგორც აქტორი მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ევროკავშირი უფრო გამოდის სამოქალაქო მარეგულირებელი ფენა, ევროკავშირის რაღაც ესეთი ერთიანი თავდაცვის
სამხედრო თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება როგორც უკრაინისთვის, ასევე წევრი ქვეყნებისთვის და ასევე კანდიდატი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და ფაქტიურად ეს ახალი წესრიგი არ იქნება უკვე იურიდიული, ხომ? ანუ ეს ომის შემდგომი ახალი წესრიგი ფაქტურად ეხლა ყალიბდება აი ამ გარკვეული ფაქტებით, ხომ? მიმდინარეობს ანუ დიდი მოთამაშეების გარკვეული ინტერესების და ინვესტიციების ჩადება. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინაში ძალიან დიდი ამერიკული ინვესტიციები იდება, ხომ? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ასევე ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციები ჩვენ სამეზობლოში, ხომ? ანუ სომხეთ, აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის შემდეგ, რაც EUTUS და მინსკის ფორმატებმა არ ემუშავეს, სადაც ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება ვისურვებდით, რომ ევროკავშირს მეტი აქტიური როლი ეთამაშა არ იყო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებმა გადაწყვიტეს, ხომ? ეს გეოპოლიტიკური ცვლილება, ეს მნიშვნელოვანი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულება და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაფიქსირება, ხომ? ეგრეთ წოდებული ეს ტრამპის სამშვიდობო კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს აღებული როგორც ანუ მართლობაში 99 წლით და პლუს აღებული აქვს ვალდებულებები, რომ მილიარდობით ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ მეზობელ სომხეთს, რომელიც ჩვენზე უფრო მოწყვლადია, არ აქვს შავ ზღვისზე გასასვლელი უფრო მეტად რუსეთის იმის ქვეშ არის, თქვათ, გავლენის ქვეშ, იმიტომ სამხედრო ბაზა არის, ხომ? მოქმედი რუსული და ასევე არსებობს რუსეთის FSB-ს ეგრეთ წოდებული კიდევ ცენტრი არსებობს, სადაც ეს ოპერირებს და ვნახეთ, როგორი ჩარევა იყო წინასაარჩევნოდ, მაგრამ ეს რასაც გვესმის ხოლმე მულტივექტორული პოლიტიკა, ხო? მულტივექტორული პოლიტიკა ნიშნავს ალტერნატივების ქონას ბევრის. ჩვენ შემთხვევაში ეს საპირისპირო არანაირი მულტივექტორული პოლიტიკა ჩვენ არ გვაქვს, ანუ ჩვენ გვაქვს პარტნიორები, მაგრამ არანაირი არჩევნის საშუალება არ გვაქვს, ხო? აი ფაქტები რო ავიღოთ, თუნდაც ჩინეთთან სტრატეგიული რაღაც შეთანხმება ურთიერთობის, მაგრამ რო ავიღოთ ახლა ჩინეთის რეალური, თქვათ, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, ხო? ეს რაღაც 0.5%-ია, ხო? ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტისთვის და სტრატეგიული მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნება, ხო? ჩვენი ეს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობა ვექტორი ამას არ ითვალისწინებს, ანუ გაეროს შესაბამის რეზოლუციას არასდროს მხარს არ უჭერს ჩინეთი. ხვდებით, ხომ? რუსეთი არანაირი ვექტორი არ არის, ხომ? რუსეთი არის ფაქტიურად ამ მომენტში ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ნაწილი, ხომ? ანუ უბრალოდ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ხომ? სხვა რომელი ვექტორზეა საუბარი, ხომ? ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსული იყო რეგიონში, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები არის და ჩვენთან საერთოდ სტრატეგიული ის ქონდა თანამშრომლობა და ეს გაწყვეტილია, ხომ? ერევანში ტარდება პოლიტიკური გაერთიანება ევროკავშირის, ჩვენ ამის მონაწილე არ ვართ, ხომ? და ამ ფონზე საერთოდ რა საუბარი ანუ შეიძლება არანაირი მულტივექტორულ ფანზე ან საერთოდ რაღაცაზე. აი ამ მოცემულობაში, მაშინ რაზე შეიძლება როგორ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ან შუა დერეფანზე, ან შუა დერეფანში საქართველოს როლზე. აი საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა, რომლის შინაარსის შემოbrunება ხდება, ხომ? ფაქტი არის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.
ამ სტრატეგიულ და ეხლა რომ ეს გეოპოლიტიკური განზომილება დაემატა შუა კორიდორს, იმიტომ რომ ეს ჩრდილოეთის მიწოდების ხაზები გაწყდა, რუსეთის სანქციები დაწესდა, ირანთან ამერიკის შეერთებული შტატების ეს ომი, ფაქტიურად შუა კორიდორი არის ის თქვა გეოგრაფიული დაკავშირებადობა, სადაც რუსეთის და ირანის ავლა ხდება და ცენტრალური აზიიდან, თუნდაც ჩინეთიდან, სამხრეთ კავკასიის გავლით, შავი ზღვის აუზთან და ამ ევროპულ ქვეყნებთან ეს დაკავშირებადობა ხდება. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ ჩვენ, მაგრამ ეს გეოგრაფიული მდებარეობა, ეს არ არის როგორც ეს ოცნება ამას ასახებს როგორც რაღაც ჯოკერი და ამით შეიძლება რაღაც ზემოქმედება მოახდინო. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჭკვიანური პოლიტიკით, ეროვნული ამოცანების დასახვით სტრატეგიულად შეიძლება გამოიყენო, მაგრამ თუ არ გამოიყენებ, მას არანაირი სხვა დამატებითი ღირებულება არ აქვს და აი მარტივი მაგალითი რომ გითხრათ ხომ, ძირითადად ცენტრალური აზია რატომაც არის ვთქვათ ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ასე შემდეგ საინტერესო, ეს არის რესურსების სიმდიდრე, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს იშვიათი მიწები, მაგალითად 18 ევროკავშირი მთლიანად იყენებს ამ ტექნოლოგიებში დაახლოებით 34 სახეობის ამ იშვიათ ეგრეთ წოდებულ მიწებს, რასაც ეძახიან. დაახლოებით 18 სახეობა ცენტრალურ აზიაში მოიპოვება და რა თქმა უნდა ამაზე დიდი კონკურენცია იგივე რადგან ჩინეთი აკონტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ რესურსებს ხომ, როგორც მოპოვებას, ასევე გადამუშავებას და ასე შემდეგ. ამიტომ ცენტრალური აზია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ცენტრალური აზია არის მიმწოდებელი ფაქტიურად, ხომ, ეს შუა კორიდორი ჩვენ ვართ ტრანზიტის ქვეყანა, ამიტომ მიმწოდებელი ვინც არის, ის აკონტროლებს წესებს ბაზარზე, ხომ, ეს რაღაც მარტივი ჭეშმარიტება არის. იგივე არის აზერბაიჯანის შემთხვევაში, ხომ, ანუ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს გავლით მნიშვნელოვანი სტრატეგიული მილსადენები გადის, ხომ, ანუ ნახეთ რომ ეს გერმანიასთან ეს სტრატეგიული ხელშეკრულება, რომელიც იყო ხომ ენერგიის უსაფრთხოებასთან, ამან მოიცვა ასევე ციფრულ ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტში თანამშრომლობა, ანუ მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი განსაზღვრავს როგორც რესურსის მიმწოდებელი ბაზარზე წესებს. ჩვენ მხოლოდ როგორც ქირას, ანუ სატრანზიტო მოსაკრებელს ვიღებთ. ხვდებით ხომ? ანუ ეს გეოგრაფია მიუხედავად ამისა, რომ ტრანზიტით ვართ, ანუ ჭკვიანური პოლიტიკით შეიძლება ანუ სტრატეგიულ აქტივში გარდაიქმნას, მაგრამ თუ ჩვენ გამოვეთიშებით და ანუ შეუმჩნეველი გავხდებით, ხომ მხოლოდ ტრანზიტის მიმღები ვართ. ერთ-ერთი ზემოქმედების ინსტრუმენტი შეიძლება ვიყოთ, რომ აი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც პროქსიმ შეიძლება რაღაცა პროექტების დაბლოკვა გამოვიწვიოთ, როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, რომელიც ფაქტიურად წარმოუდგენელია, ხო თეორიულად აი მაშინ მთლიანად უნდა მოხდეს ქვეყნის ოკუპაცია, ხო? ანუ სრული კონტროლი უნდა კონდეს რუსეთს, რომ რუსეთმა ანუ ჩვენი როგორც აი ესეთი პროქსი სახელმწიფოს გამოყენებით, აი ესეთი ჩვენზე სატრანზიტო საბაჭრო ის იქნება გზები თუ მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეს დაბლოკოს, ხო? ანუ აქედან გამომდინარე ეს გეოგრაფია არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა სტრატეგიულ აქტივში უნდა გადაითარგმნოს. სხვა შემთხვევაში მიმწოდებელი განსაზღვრავს როგორც ბაზრის წესებს, ასევე სტრატეგიულად მიმწოდებელი არის, რომელმაც შეუძლია ელაპარაკოს და აქედან ეს არის ზუსტად ის მაგალითი, რაც მაგალითად გერმანიამ გადაწყვიტა აზერბაიჯანთან, ანუ სტრატეგიული მიმართულების დოკუმენტის ხელმოწერა და სადაც იქ ბევრი კომპონენტია, ხომ? ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალ წესრიგში ასევე ეს ახალი ტექნოლოგიები, ხომ? ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ანუ სულ რომ ავიღოთ, ჩვენ გვაქვს იაფი ჰიდროენერგია, რომელსაც ფაქტიურად ფლანგავთ აი ამ კრიპტო მაინინგებში. ანუ არაფერი როგორც ბიუჯეტში არანაირი შემოსავალი არ აქვს, გარდა იმ ნეგატიური შედეგებისა, რასაც მაგალითად ქვეყანაში რეგისტრირებული კრიპტო კომპანიები სანქციებში და შემჩნეული არის, თქვათ, ანუ რუსეთი ფაქტურად ამ კრიპტოვალუტით
აფინანსებს უკვე ამ თავის ომს სანქციების ავლით, ხომ? როცა ვხედავთ, რომ ერევანმა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ინვესტიციების ხელშეკრულება გააფორმა, ანუ აქ არის ლაპარაკი, რომ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი იხსნება და ასევე მიაღწია შეთანხმებას, რომ ლიცენზია მიიღო ეს მაღალ ტექნოლოგიური ჩიპების წარმოებაზე. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის სანდოობის გადაწყვეტილება, იმიტომ ამ ექსპორტის ლიცენზიას ამერიკის შეერთებული შტატები ამ მოცემულობაში, როცა ესეთი კონკურენცია არის, ხომ, ტექნოლოგიური ჩინეთთან სადაც შეიძლება გაჟონოს ამ ტექნოლოგიამ, ხომ? ამიტომ დაწესებული არის ეს საექსპორტო ლიცენზიები, ხომ? ანუ წარმოიდგინეთ, რომ მიუხედავად რამდენად მოწყვლადია სომხეთი, რომ აი ეს ნდობა მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ ეს მაღალი ტექნოლოგიური ეს ხელოვნური ინტელექტის რა ქვია მონაცემთა ცენტრი შექმნა, ანუ ხელოვნური ინტელექტი არის ფაქტიურად ძალიან სერიოზული ფუნდამენტური მეცნიერების შედეგებზე, კვლევებზეა დაფუძნებული. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ესეთი საოპერაციო იმის ცენტრის მშენებლობა. ამასთან დაკავშირებული არის კვლევებთან თანამშრომლობა, ანუ მონაცემთა ბაზის ინჟინერების ცოდნის გადაცემა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, რაღაც სპინ-ოფები, კლასტერების შექმნა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ახალი წესრიგი, რომელიც ყალიბდება, იქ იქნება ის ქვეყანა იქნება წარმატებული და ის ქვეყანა იქნება იმ ალიანსის ესეთი სტრატეგიული პარტნიორი, სადაც ეს ახალი ტექნოლოგიები და ახალი ცოდნები იქნება წამყვანი, ხომ? იგივე საკეთებს აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში შექმნილი არის ციფრული ტექნოლოგიის თავდაცვის ინდუსტრიას და ამ ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრო არის მგონი მათი თანამშრომლობა და ანუ თავდაცვის უნარიანობა აი ამ ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა, რომელიც უკრაინის ომმა დაადასტურა, ხომ? ანუ ამით ეს არის მულტივექტორულობა, როდესაც შენ არჩევნის საშუალება გაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შენი თავდაცვის უნარიანობა გაზარდო, ხომ? და ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენ ფაქტიურად ვართ რაზე დამოკიდებული, რომ იაფი ელექტროენერგიით, ჰიდრორესურსი ჩვენი სტრატეგიული აქტივი არის, ვაწარმოებთ იაფ ენერგიას და ეს იაფი ენერგია იფლანგება ფაქტიურად აი ამ კრიპტო მაინინგში, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ და მხოლოდ ეს რუხი ეკონომიკური იმის სექტორების შექმნისთვის არის, რომ ოცნებამ ფაქტიურად ეს შემოსავალი დაარეგენეროს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხომ? ანუ არანაირი და მაშინ ბადნუგუჯა, გამოსავალს რაში ხედავთ? ანუ მე მესმის ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნუ ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აი ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რა არის? გამოსავალი რომ ანუ რაც შეიძლება ანუ ყველა საქართველოს მოქალაქემ ანუ ეს ისტორიული მომენტი გააცნობიეროს და გააცნობიეროს დღევანდელი ოცნების პოლიტიკა რამდენად ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია და ამ რამდენად შეიძლება ქვეყანა მოწყვიტოს აი ამ რაღაც ისტორიულ მომენტუმს, როდესაც რაც თქვენ თქვით ხომ, ანუ ყალიბდება ფაქტიურად, ანუ როგორი იქნება ეს ახალი უსაფრთხოების პოლიტიკა, უსაფრთხოების არქიტექტურა და თვითონ რეგიონალური ანუ რა ალიანსში მოიაზრება თვითონ რეგიონალური ქვეყანა და როგორ მოახერხებს ანუ თავის სტრატეგიული ქვეყნის ამოცანების მიღწევას აი ამ პროცესში ჩვენ თუ მოვწყდით აღმოჩნდებით ჩვენ ჩვეულებრივად ესეთი პროქსი ქვეყანა რუსეთის გავლენების ქვეშ რომელსაც ანუ წინსვლის და ანუ ქვეყნის განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ანუ ეს შესაძლოების ფანჯარა ჯერ კიდევ ღია არის. მნიშვნელოვანია ასევე რომ დასავლეთმა და ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტი აქტივობა და უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ
რომ რაღაცნაირად ქვეყანაში მოხდეს ეს კონსოლიდირება იმ საღი აზრის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ გადავდგოთ ის შესაბამისი ნაბიჯები, ხო? ეს არის დემოკრატიული დღის წესრიგი და მეტი ინტეგრირება ამ დასავლურ ინფრასტრუქტურაში და სტრატეგიულ გადაწყვეტილების მიღების ფორმატებში, მაგრამ ეს წარმოიდგინეთ პარადოქსულია, იმიტომ ყველა ეს ნაბიჯი ავტომატურად ნიშნავს ქართული ოცნების ძალაუფლების დაკარგვას და ივანიშვილის ძალაუფლების დაკარგვას, ხო? ანუ ფაქტიურად, მივდივართ იქამდე, რომ ოცნების მმართველობის პირობებში ქვეყანას წინსვლა და განვითარება არ უწერია, იმიტომ მათი მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. როგორც კი გადადის ეს ინტეგრაცია, ეს არის პირობითობასთან დაკავშირებული, ხო? გახსნა თავისუფალი მედია, სამოქალაქო, რეპრესიული კანონების გაუქმება და მეტი მოქალაქის ჩართვა ამ სოციალურ კონტრაქტში, ხო? ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ძალაუფლების შენარჩუნებას, იმიტომ მათ ეს ლეგიტიმაცია, ეს ყველაფერი იმიტომ ჭირდებათ, რომ ეს ლეგიტიმაცია რაღაცნაირად დააგენერირონ, რომელიც არ აქვთ, ვერ თავაზობენ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების, მომავალს. ხო, აი შემდეგ 10-15 წლის განმავლობაში რა თქვენი კითხვები იყო. რა იქნება, ხო? არ ვიცი მე, ბოლო განცხადებაში ძირითადი აქცენტირება ხდება წარსულზე და აი ამ აწყოს სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე. მომავლის ხედვა არა აქვს ქვეყნის. თან მით უმეტეს ესეთი ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, ბატონი გუჯა ხოკრიშვილი გახლდა ჩვენთან ერთად, დემოკრატიის, გეოპოლიტიკის და მედეგობის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა გუჯა თქვენი დროისთვის და აუცილებლად შევხვდებით კიდევ შემოდგომაზე. მადლობა თქვენ.